ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ გავმიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და დღეს ვისაუბრებთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, რაც გვახლავს საქართველოში, რა თქმა უნდა. ხალხი რაზეცაა გაბრაზებული, ხალხი რაზეცაა აღრენილი, რაც არის ნაძვის ხეს დადგმა. ნაძვის ხეც მოითხოვს პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას. და მე შემეკითხებით, რომ მიშა ზედმეტად გადაერთე პოლიტიკაში, რატომ აღარ გადაობ ჩვეულებრივ თემებს. ნაძვის ხეც პოლიტიკური გახდა, ხალხო. მოკლედ, ბატონმა კალაძემ გაგვიხსნა ეს ზიზღით სავსე ნაძვის ხე. ნახეთ, როგორ გაანათა. მივიდოდი გადავწვავდი ახლა, რომ ვიყო მოკლე ვარდისფერთმიანი 30 პირსინგის მქონე ლესბიანკა ტრანსი გოგო, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი ვარ. ვინც ნაძვის ხესაც აპოლიტიკურებთ, მეორე ნაძვის ხეც მინდა გაჩვენოთ, რომელიც მოპროტესტე ადამიანებმა დადგეს პარლამენტის წინ და შეგიძლიათ იქ მიიყვანოთ ბავშვები, გაჩვენებთ ახლა. ბუმ! აგერ აგერ მეორე ნაძვის ხე გვაქვს ნამდვილი, ის პირველი არის ყალბი ნაძვის ხე რა, ის არის კოცების ნაძვის ხე. ეს არის ნამდვილი ევროპული ნაძვის ხე. რომელთანაც მე სხვა შორის ვაპირებ, რომ მივიყვანოთ ჩემი შვილი. ერთი შვილი უკვე იმას აქში მყავს, რომელსაც უკვე ესმის ახალი წლის ზოგადად მოცემულობა. და ვაპირებ, რომ თხოვს, რომ მამიკო იქნება ნაძვის ხესთან მივიყვანო, ვაპირებ, რომ ამ ნაძვის ხესთან მივიყვანო. მართლა, იმიტომ რომ მე იმის მომხრე ვარ, რომ ბავშვმა თავიდანვე, 5 წლის ასაკში შეიგრძნოს უკვე ტკივილი რას ნიშნავს, იმედგაცრუება რას ნიშნავს. რომ ყველაფერი ესეთი დიდი, ფერადი, განათებული, მხიარული, ბედნიერი არ არის. ცხოვრებაში ყველაფერი არის ესეთი, ტკივილის და იმედგაცრუების გამომწვევი. იმიტომ რომ მინდა რომ ბავშვი გაიზარდოს ისეთი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მოკლედ, კობახიძე და პუტინი თურქმენეთში აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. ამაზე რას ვატრაგებთ ხალხი, ხა რომ არ მოგწონს ზოგადად დიპლომატია, რა გვეზიზღება დიპლომატია. ხალხი რეალურად გადართულია TikTok-ზე, TikTok-ის თაობა ვართ, TikTok-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციებით გაზრდილი ხალხი ვართ. ხალხი რას უთხოვთ ეხა TikTok-ზე და Instagram-ზე, რომ პუტინის გვერდით როგორ იდგა ძმაო? რა უნდა ექნა კობახიძეს, რომ ხა უკან ხო უდგას და ეგ ერდოღანი გაეწია, ეგ უზბეკეთის კი არა, თურქმენეთის პრემიერს თუ პრეზიდენტს რა ქვია არ ვიცი, მოკლედ ერდოღანი გაეწია, ის თურქმენეთის პრემიერი გაეწია და ხა ამას შენი რუსი დედა მოუტყა. მეგობრებო, ეგეთი კანდიდატი ყავდა სხვა შორის არჩევნებზე, ალეკო ელისაშვილი ერქვა, რომელიც მაგას 100% იზამდა, რომ მივარდებოდა პუტინს და ხელს გაარტყამდა უეჭველი. მეორე დღეს მოგვივიდოდა მე ყველას გაწვევა, რომ მიბრძანდით სასწრაფოდ ადგილობრივ კომისარიატში, აიღეთ თქვენი იარაღი და ფორმა ჩაიცვით და ნახვი ფრონტზე, რადგან გუშინ ჩვენმა გამოყენებულმა პრეზიდენტმა ხელი გაარტყა პუტინს. ეგ მოგვივიდოდა. ალეკო ელისაშვილი რო ყოლდა, მაგრამ რატო არ აირჩიეთ, თუ ეგეთი ადამიანი გჭირდებოდათ პრემიერად? ხო, ვიცი რომ ხა პრეზიდენტს და პრემიერს ვურევ ერთმანეთში, მაგრამ ხომ მიხდით რა, მოკლედ თავარი პირი ქვეყანაში რა, დაიგიდეთ. ხან პრეზიდენტს დაუძახებ, ხან პრემიერს. არ აქვს მნიშვნელობა, გულისხმობ პირველ პირს. ხო და რატომ არ ავირჩიეთ მაშინ ალეკო ელისაშვილი, თუ გვინდოდა ჩვენ TikTok-ერი პრემიერი? ალეკო ელისაშვილი
ყოველ ღამე ჩაგვერთვებოდა TikTok live-ებში, იქ ჩაარტყამდა 1-2 ჭიქას. აქ ვაფშე, აქ რაღაცა ალაფურშეტი ან რამე ხო იქნებოდა. ალიკო მივიდოდა, ბოთლს მთლიანად აიღებდა, კითხავდა რა, ხო არიან ადამიანები, რომლებიც აწვდიან, რომ აი ეს გასინჯეთ, და რაღაცა მინიატურული ბანძი რაღაცები ხო არა, ხა ალაფურშეტი ვისევასება, კაი რა, თუ ადეკვატური ქართველი კაცი ხარ, ალაფურშეტი ვისევასება, ხო და ნუ მოკლედ ხო გაწვდიან ამ რაღაც პატარებს, რომ აგერ ეს მიირთვით, აგერ ეს მიირთვით რაღაცა და ალიკო კითხავდა, რომ ის ბოთლები ვისია, ის ბოთლები შეიძლება და ბოთლს დაითრევდა, ჩაარტყამდა მთლიანად ბოთლს და მივიდოდა პუტინთან. პუტინ! ხელი ჩამომართვე, ბიჭო და პუტინს რო გაუწვდა ხელს. და ესე არტყამდა ეგრევე. რატომ ყავს ესეთი დიპლომატიური პრემიერი? აი ეგ გვტკივა ხალხს, ეგ გვაწუხებს, აი მუცელი გვტკივდება, რომ ომში არ წავედით. არა, რეალურად მართლა დიდი მადლობა ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ეგრე არ მოიქცა და მართლა ეგეთი არაფერი სისულელი არ უქნია და გამოვიდა სიტყვით და სხვა შორის ოკუპაციაც ახსენა და მე ჩვეულებრივ რაღაცა მშვიდობა, წინსვლა, მადლობა თურქმენს, ჩაო კაკაო, всё, წავედი აქედან. ეგა მეგობრებო პოლიტიკა. რატომ არ ვარ მე პოლიტიკოსი? რადგან პუტინს მერე წახვიდოდით მთელი ქართველი მამაკაცები ომში. ეგ გვინდა მართლა? არ გვინდა. ხო და ადამიანები შეგვიყვარდნენ მშვიდობა გექნებათო და მშვიდობა გვაქვს და რავი, რაზე ვატარაკებთ ახლა? მე მართლა მშვენივრად ვცხოვრობ, როცა ვიცი რომ ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი, რა სიტყვის თავისუფლება მაქვს. დალშე რა ვიცი, რას ვითხოვთ. კაი ხა რომ მისულიყო კობახიძე მაგალითად პუტინთან, აი ხა ამ ფოტოში წინ რო გამოსულიყო კობახიძე, დანა ამოიღო ჯიბიდან, ხელი გადაესერა, პუტინისთვის მიეცა რომ შენს გადაისერეო, რომ სისხლით ძამები უნდა გავხდეთო მე და შენო. და აქედანო მივდივართო ლაშრობაზეო, თუშეთშიო, ლაშარის სალოცავზე უნდა ვილოცოთო და ძმადნაფიცები უნდა გავხდეთო და ერთი ჭიქიდან შევსვათო სასამელიო. ხო, მაგაზე მეც დავფიქრდებოდი, რომ მეთქი სტოპ ბატონო ირაკლი, ებს აკეთებთ. მაგრამ უბრალოდ გვერდზე 3 მეტრით მოშორებით იდგა. და რაც არის პრემიერის საქმე მშვიდობის ფორუმზე და ფორუმი ზოგადად მაგისია, რომ ხალხი დგება, ფოტოებს იღებენ, მე ყველა სათითაოდ ბაზრობს, რომ მშვიდობა, წინსვლა. ყოჩაღ გენიოსი ბრძანდები. შემდეგი ქვეყნის პირველი პირი. მშვიდობა, წინსვლა. შემდეგი ქვეყნის პირველი მშვიდობა, წინსვლა. ყველა ამას ბაზრობს. და ანუ ირაკლისგან რას მოვითხოვთ, რომ კვერცხები უნდა ამოიღო ჯიბიდან და დაეშინა ეგრევე და პომიდორები. წავიდოდით ხვალ ომში. ხო და მე კიდე ხვალ ომში არ მინდა. მე მინდა ხვალ წავიყვანო ჩემი ბავშვი ნაძვისხესთან. რა თქმა უნდა, იმ ნაძვისხესთან რა, მოპროტესტეების. რომ ზიზღივას სწავლო.